მე არ ვიცი თქვენ რა ნიშანი გყავდათ ქიმიაში. მე გულახდილად გეტყვით მოვიკოჭლებდი ხუთქულიანი იყო თუ არ ვცდები კი არ ვცდები სისტემა 3-სა და 4-იან შორის ვიყავი ხოლმე გაჭედილი და იმდენად ამდენადაც წყალებში კარგი მოსწავლე ვიყავი 4-იან სამადლოდ გამოიმეტებდნენ ხოლმე აქედან გამომდინარე ჩემი ცოდნა რასაკვირველია დამაკმაყოფილებელი არ არის რასაკვირველია პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ ამ თემაზე მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არაპროფესიონალებმა მსგავსმა პირებმა ვისაც ქიმიაში ცუდი ნიშანი ჰქონდა ან არც ჩაუვლია ქიმიასთან ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ კომენტარი არ ვაკეთოთ მით უფრო ახლა როდესაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური პროგრესის ზოგადად და მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მოშველიება შესაძლებელია მასზე დაყრდნობა შესაძლებელია და ის გარკვეულ ინფორმაციას, გარკვეულ ანალიზსა და ინფორმაციას გვთავაზობს და ვიყოთ გულახდილნი ბევრი ჩვენგანი მცოდნენიც და არამცოდნენიც ამ ხელოვნურ ინტელექტს დავეკითხებით ხოლმე ხანდახან ისეთ სისულელეებს დაწერს იმაზე პასუხობს იმაზე ეს ChatGPT ამ შემთხვევაში ხო რომ გაგიკვირდება კაცს მაგალითად ამ რაღაც 2 თვის წინ თუ 3 თვის წინ კითხე ილია ჭავჭავაძის თაობაზე და არაკომპეტენტური პასუხი გამცა მაგრამ კომპეტენტური პასუხები უფრო ახასიათებს ChatGPT-ს და აქედან გამომდინარე მას უნდა ვესაუბროთ ხოლმე არც თუ იშვიათად ხო და მეც ბევრი რამ გავიგე ამ ამბავთან დაკავშირებით რაც ხდება ბევრ თემაზე ვესაუბრე იმასთან დაკავშირებით რა იყო გამოყენებული ამ UN 34-39 კოდით ალბათ სწორი სიტყვა და ასე შემდეგ და ბოლოს ვკითხე ყველასთვის ვლაპარაკო მეცდები ძალიან გამარტივებულად ვილაპარაკო ნახეთ აი ეს საუბარი შედგა ჩემსა და ChatGPT-ს შორის შეიძლება თუ არა UN 34-39 კოდის ქვეშ გამოგარსებული ნივთიერებების გამოყენება საპროტესტო აქციის დაშლისათვის თუნდაც წყალში გარევით ან წყალში გარევის გარეშე პასუხობს UN 34-39-ის ქვეშ გაერთიანებული ნიტრალები არის ტოქსიკური პოტენციურად ძლიერი შხამები და ნებისმიერი მათი გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ მაგალითად აქციის დაშლისათვის ფრთხილებში თუნდაც წყალში გარევით არის კატეგორიულად აკრძალული მიიჩნევა ქიმიური იარაღის გამოყენებად ამდენად კობახიძემ რამდენიც არ უნდა იბჟუტუროს შესაბამისად კობახიძემ რამდენიც არ უნდა იბჟუტუროს რომ ამ ნივთიერების გამოყენება კამიტი სულაც არ იყო და სხვა რამე იყო და შეიძლებოდა იყოს კანონიერი, შესაძლოა იყო კანონიერი, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო უკანონო და ადამიანისთვის საშიში, მაგრამ ეს დიალოგი ჩემი, აქ იგითხარით ხელოვნურ ინტელექტთან გრძელდება და პრაქტიკულად ყველაფერს ჩავიკითხავ ახლა და გაგაცნობთ. მიიჩნევა ქიმიური იარაღის გამოყენებად. გადის საერთაშორისო სისხლის სამართლის წესების ქვეშ. რა შემიძლია გითხრა უსაფრთხოდ, ანუ რისი თქვა შემიძლია და ინსტრუქციების, დამატებით ინსტრუქციების მიღების გარეშე 34-39 UN 34-39-ის ნაერთები არასოდეს გამოიყენება დაშლის საშუალებად. ეს ქიმიკატები შექმნილია ინდუსტრიული, ლაბორატორიული და სინთეზური მიზნებისათვის, არა ადამიანებთან საბრძოლველად და არა ადამიანებთან კონტაქტისათვის. სამართლებრივად ეს იქნებოდა ქიმიური იარაღის გამოყენება, შესაბამისი კონვენციის დარღვევა, მძიმე დანაშაული პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში, როგორც გამოყენებულთათვის, ვის წინააღმდეგაც გამოიყენეს, ასე იმ ადამიანებისათვის, ვინც სულაც არ მონაწილეობდა ამ აქციებში, მე თან რედაქტირებას ვაკეთებ, მაგრამ ამ ნივთიერებთან შეხება ჰქონდა. ასე იგი, რისკები არის ამგვარი: სუნთქვითი მოწამვლა, ნერვული სისტემის დაზიანება, შიდა ორგანოების ტოქსიკური დაზიანება, შეიძლება გამოყენება ფატალურად დასრულდეს, ძალიან მცირე დოზით გამოყენებაც კი ფატალურად დასრულდეს მოქალაქე ადამიანისათვის. ეს ნაერთები არ ეკუთვნის არც ერთ ცრემლსადენ გაზებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ
და რომლებიც აქციის დასაშლელად გამოიყენება. თუ შენი კითხვა გულისხმობს, გამოიყენეს თუ არა მსგავსი ნივთიერებები სადმე, შემიძლია მოგაწოდო ისტორიული ან ოფიციალური ინფორმაცია გამოყენების თაობაზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები იზიებდნენ მსგავს შემთხვევებს. თუ გინდა შემიძლია დავაზო და აგიზუსტო, თუ გსურს სამართლებრივი შეფასება, ოფიციალური საერთაშორისო რეგულაციები, რისკების სამეცნიერო ახსნა, შედარება ლეგალურ არასასიკვდილო საშუალებებთან, მაგალითად გაზთან, CS-ი, რომელი გინდა. მე ვპასუხობ, რომ ყველასთან დაკავშირებით მესაუბრე მეთქი შესანიშნავია, მაშინ ვაკეთებ სრულ სურათს სამი მიმართულებით. უსაფრთხო და საგანმანათლებლო მიზნებისათვის ცოტა არ მესმის, მაგრამ არა უშავს სიტირებას ვახდებ. UN 24-29-ის ნაერთები, მყარი ტოქსიკური ნიტრალები მიეკუთვნება ქიმიურ იარაღს, თუ გამოიყენება ადამიანების წინააღმდეგ. ეს უეჭველია. ესე იგი, შესაბამისი კონვენციით აკრძალულია ყველა ტოქსიკური ქიმიკატი, მაგალითად ნიტრალები ადამიანების წინააღმდეგ. კანონები შეეხება წარმოებას, შენახვას, ტრანსპორტირებას და გამოყენებას. სისხლის სამართალი, ასეთ ქმედებას ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ეხმაურება, როგორც სერიოზულ დანაშაულს. სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა, დამოკიდებულია ქვეყანაზე. მოკლედ, არ არსებობს ლეგალური გზა მათი გამოყენებისთვის აქციის დასაშლელად. საერთაშორისო რეგულაციები, შესაბამისი რეგულაცია UN Model Regulation, ტრანსპორტირებისას ნიტრალები მყარი და ტოქსიკური კლასიფიცირებულია UN 24-29. შესაბამისი სხვა რეგულაცია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, პირადი დაცვის აღჭურვილობა, არავითარი გარემოში გამოყოფა ან დაშვება, ნებისმიერი საცდელი კვლევითი ან წარმოების აქტივობა უნდა იყოს რეგისტრირებული იარაღის გამოყენება კატეგორიულად აკრძალული. ახლა ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, იცით თქვენ, რომ ამ ნივთიერებას მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ სპეცრაზმელები, უფრო ზუსტად რომ იყო წყლის ჭავლის ავტომობილებში იყო ეს ჩასხმული, ანუ არა ხელში კი არ ეჭირათ, არამედ წყლის ჭავლით, წნევით, რომელიც მიემართებოდა მოქალაქე პროტესტანტების წინააღმდეგ. მაგრამ მინდა გითხრათ და მივმართო ახლა ეგრეთ წოდებული GDD-ს სპეცრაზმის თანამშრომლებსაც, მაღალი ალბათობით და ამის უამრავი კადრი არსებობს, ბევრი თქვენგანიც დაზიანდა, ბევრი თქვენგანსაც შეესხურა ეს ქიმიური ნივთიერება და ბევრი თქვენგანისთვისაც ეს იყო და არის, მოდი ასე ვიტყვი, სიცოცხლისათვის ან თქვენი ჯანმრთელობისათვის მეტად მაზიანებელი, ეს მაინც უნდა იყოს მადასტურებელი ან მიმანიშნებელი, რომ თქვენს წინააღმდეგაც იბრძვის, გაგიკვირდებათ და აი თქვენივე ხელით თქვენს წინააღმდეგაც იბრძვის ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი. სამეცნიერო ჯანმრთელობის რისკები ვაგრძელებ. ნიტრალების მყარი ტოქსიკური ფორმები, ძლიერ, ესე იგი უკაცრავად კატეგორია სუნთქვა, ძლიერი მოწავლა, ნერვიული სისტემის აშლილობა, ფილტვების ძალიან სერიოზული დაზიანება, შეხება კანთან, დამწვრობა, გამონაყარი და ბევრმა დადო ფოტოები გამონაყარისა და როგორ ქონდათ გამონაყარი ხელებზე თუ სხეულზე, ტოქსიკური შხამიანი რეაქციები, წყალში გაარევის შემთხვევაში ნივთიერება შეიძლება გამოვიდეს ქიმიურად აქტიური ფორმით, ანუ რეაქციაში შედის, გაამძაფროს შხამი და ავნოს პრაქტიკულად ყველას. გადატანა, საშიშია გადატანაც, არა მარტო დაზარალებულებისათვის, ანუ ვის წინააღმდეგაც გამოიყენეს, არამედ გადამტანებისათვისაც. და იწვევს აგრეთვე, ხო, ეს მნიშვნელოვანია, იწვევს ეკოლოგიურ სერიოზულ ზიანს. აღსანიშნავია, მცირე დოზაც შეიძლება იყოს ფატალური შედეგის მომტანი. ეს ნაერთები არ არის არასასიკვდილო, განსხვავებით CS ან OS გაზებისაგან, რომლებიც სამართლებრივი რეგულაციით არის განსაზღვრული, რომ ვიცოდეს შორს დგომა გამოყენებასთან, ალტერნატივა ლეგალური არასასიკვდილო საშუალებების CS-ი ასე მაგალითად და ეს არის ლეგალურიო. UN 24-29 ნაერთები არასოდეს გამოიყენება სამოქალაქო აქციებზე, კატეგორიულად დაუშვებელია. ნებისმიერი ექსპერიმენტი არ არის უსაფრთხო, ექსპერიმენტიც კი არ არის უსაფრთხო. ძალიან მაღალი სამართლებრივი რისკი ახლავს. და მე უკვე თუ გინდა შემიძლია დავწერო მოკლე სახელმძღვანელო და ასე შემდეგ. მე უკვე მოდიში, რატომ არ შეიძლება UN 24-29 ნაერთების გამოყენება სრული გზამკვლევი
ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი მავნებლობის მომტანია ყველა ტოქსიკური ქიმიკატი, რომელიც გამოიყენება. ყველა. განიხილება როგორც ქიმიური იარაღი, ამას კიდევ ერთხელ ვაღიარებ და არის საერთაშორისო დანაშაული, არის სამხედრო დანაშაული, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. UN 2429 ნაერთები როგორც ტოქსიკური ჟღირის შამები პირდაპირ ამ კატეგორიაში ხვდება. ეროვნული ნაციონალური კანონები ყველა ქვეყანაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, იწვევს როგორც შიდა ისე საერთაშორისო გამოძიებას სახელმწიფო სტრუქტურებისთვის საბრძოლო ქიმიის საბრძოლო იარაღად დანიშნულების საბრძოლო იარაღის დანიშნულებით იარაღად გამოიყენება, განიხილება. რა არის UN 2429-ის ნაერთების რეალური დანიშნულება? ეს არის ტრანსპორტირების კატეგორია, არა იარაღი, ამ ჯგუფში შედის ტოქსიკური მყარი ნიტრალები, ლაბორატორიული ნიტრატები, ორგანული სინთეზის შუალედები, ინდუსტრიული ქიმიკატები. ბევრი რამ არ მესმის, აკითხარით. მათი გამოყენება ადამიანებთან კონტაქტში არასოდეს არ არის დასაშვები და თუ გამოიყენება, ეს არის მიზნობრივი მკვლელობის მცდელობა ადამიანების მოქალაქისა. არ არსებობს ლეგალური გზა ან უსაფრთხო გამოყენება, არ არსებობს. ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხე, უკიდურესი ტოქსიკურობა, მცირე დოზაც კი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაბლოკვას, სუნთქვის პარალიზებას, გულის რიტმის შეფერხებას, შიდა ორგანოების დაზიანებას, ქიმიურ დამწვრობას, ფატალურ შედეგსაც კი. წყალში გახსნა არ ამცირებს საშიშროებას, ნიტრალები წყალში გაწურვით, ესე წერია, გარდაიქმნება, ანუ წყალში გარებით როგორც ჩანს, გარდაიქმნება უფრო რეაქტიულ ფორმებად, შედის რა რეაქციაში, უფრო სწრაფად შედის ორგანიზმში, აზიანებს კანსაც, თვალსაც და ფილტვებსაც, ხდება გარემოს დაბინძურების წყარო. ეს არ ჰგავს ცერემლსადენ გაზს, ეს არის შხამი. კითხულობ, ანუ არ ვიგონებ. იმას ვკითხულობ, რასაც ჩვენ მოვიხმართ ყოველდღიურ რეჟიმში. საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტები, ყველაზე დიდი სტრუქტურა მათ შორის არის United Nations, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, ესე იგი ევროპის კავშირის ერთ-ერთი ორგანიზაცია და OSHA. ერთხმად მიუთითებენ, რომ ამ კლასის ქიმიკატები არ გამოიყენება ადამიანების გარემოში. მათი გაჟონვა თვითონაც საგანგებო მდგომარეობას ქმნის. მათი გამოყენება არის სრულიად დაუშვებელი. რატომ არ არის ეს არასასიკვდილო იარაღი? რადგან ასეთი ნიტრალი არ აქვს სტანდარტული დოზირება, მცირე დოზაც კი შეიძლება იყოს ლეტალური, ეფექტური არ არის კონტროლირებადი არ არის მისი კონტროლი, მოქმედებს განსხვავებულად სხვადასხვა ადამიანზე, ანუ ჩემზე და ახალგაზრდაზე, რომ გავამარტივოთ სხვადასხვაგვარად. არ ეკუთვნის არც ერთ ოფიციალურ რეგისტრირებულ საშუალებას, ანუ არა CS-ი, არა SN-ი, არა არის OC, პილპილი, არ არის ბიოლოგიურად დოზირებადი და ასე შემდეგ. ეს არის საბრძოლო შხამი, არა სამოქალაქო საშუალება. ბოდიშ ვიხდი, მესმის რომ შესაძლოა გაგიჭირდეთ, მე მივუთითებ თან. ეს არის საბრძოლო შხამი, არა სამოქალაქო საშუალება. დასკვნა მოკლე. UN 2429 ნივთიერების გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება, უკიდურესად ტოქსიკური, არა აქვს უსაფრთხო დოზა, არა აქვს. ანუ მცირეს გაურევ თუ ბევრს მნიშვნელობა არ აქვს. წყალში გახსნა არ ამცირებს საფრთხეს, მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც მიზნობრივი, ისე შემთხვევითი, ანუ სულ რო არაფერ დაუშავებია კობახიძისეული თუ ივანიშვილისეული ლოგიკით, სამართლებრივად სრულიად აკრძალულია. თუ გინდა შემიძლია ასევე გავაკეთო ინფოგრაფიკა, არ მჭირდება, ტექსტი, რომელიც ზად გეკნება სტატიისთვის და რომელი გინდაო და მე ვეთქვი თქვენის ნებართვით ვეთქვისა და ხალხში რომ არც ერთი არ მინდა. რატომ ყვები ამას? დამატებით, იმიტომ რომ ყველა ამაზე ლაპარაკობს და მეც კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. მე აკითხავთ 8 თუ 9 ვიდეო ბლოგი მაქვს ჩაწერილი ამ თემას. ახლა მოგასმინეთ ერთი ბანდიტი რას ამბობს. არაფერი არ გამირევია, მაგრამ ის გაურია. ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. გადაამოწმა? კანონის სრული დაცვით გაურია ნივთიერება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. კანონში ჩაწერეს, რომ ვინ ჩაწერა მნიშვნელობაა, თუნდაც ჩაეწერა მიხეილ სააკაშვილის მთავრობას. აი, არ ვაფარებ საერთოდ ხელს. კანონში ჩაიწერა, რომ 2429-ით UN 2429-ის ქვეშ მოქცეული ქიმიური ნივთიერებები შეიძლება რომ გაერიოს. კანონია, ვინ კამათებს
ახლა გითხავთ მე თქვენ. შარმანაშვილი არ კაბათობს და კანონის სრული დაცვით რაღაცა მოხდა ადამიანების მოწამლა, შესაბამისად ეს დაშვებულია. და თუ დადასტურდება, რაც უნდა ისუქნიათ. მე თვითონაც რას ნიშნავს რაც უნდა ისუქნიათ? ვინ რაც უნდა ისუქნია? პრემიერ-მინისტრს ვის ელაპარაკობს შარბანაშვილი ბანდიტი ამას? მოძალებ ჩვენ თავრობას ვინც ამაშია გარეული დაასანქციოს კი არა, დააპატიმრებს დაუყოვნებლივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ტყუილი, რომელიც ეხლა ბატონი შარბანაშვილი რაშია დარწმუნებული, ეს უკვე საინტერესო აღარ არის. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ რა გამოიყენა თუ არა და თუ გამოიყენა რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ. მე კიდევ ერთხელ მინდა უსვა ხაზი, რომ მტკიცებით ფორმაში ჩვენ არ ვამბობთ, არ ვამტკიცებთ ამას, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ვიცოდეთ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა მოქალაქეების წინააღმდეგ. წერტილი. ეხლა მეორე ბანდიტს მოვუსმინოთ. ამ ბანდიტს როჟაძე ჰქვია. ნებისმიერი ნივთიერების გარევა წყლის ჭაუხში ექსპერტების თქმით, მას უკვე აქცევს საშიშ ქიმიური არა. ანუ ჩვენ დაგშლით, თქვენ ოღონდ არ მოხვიდეთ იმ აქციაზე და ჩვენ დაგშლით ნებისმიერი საშუალებითო, წყლის ჭავლითო. მე უკვე ბატონი ბოჟაძე, ბატონობის გარეშე ბანდიტი ბოჟაძე სცდება ამ ჩარჩოსაც, ამ ნარატივსაც და კიდევ უარეს ამბობს. ოღონდ არ მოსულიყვნენ მოქალაქეები, არ დაბრუნებულიყვნენ რუსთაველის გამზირზე და ადამიანს უნდა შეექმნას პრობლემები, რომ აღარ დაბრუნდეს იმ აქციაზე, რომელშიც ის მონაწილეობდა. უარეს გეტყვით. არა მარტო ჩვეულებრივი ქიმიური ნივთიერება, რომელზეც ამტკიცებენ, რომ მომწამლავი არ ყოფილაო, თუმცა იმას კი ამბობენ, რომ კანონიერად გამოვიყენეთო, მაღალი ალბათობით კი არა 100%-იანი გარანტიით. ამ კოდის ქვეშ გააერთიანებული არსებული ქიმიური ნივთიერებები არის მომწამლავი და ქიმიური შეტევაა ეს საქართველოს მოქალაქეებზე. მოდი ესე გააკეთეთ მომავალში, როცა მოქალაქეები გამოვლენ, პირდაპირ ტყვიან ფრქვევი აიღეთ და ვეღარ დაბრუნდებიან მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, თუ სადაც იქნება ეს მომავალი საპროტესტო აქცია. გამოიყენებს თუ არა ტყვიან ფრქვევს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. იცით რა არის? რა საკვირველია, ბევრი ჩვენგან მეც გეტყვით, რომ არა, ტყვიან ფრქვევს არ გამოიყენებს. მაგრამ ესენი თუ ქიმიურ იარაღს იყენებენ, ვინ თქვა რომ არ გამოიყენებს? ვინ თქვა რომ მაგალითად კარგი ტყვიან ფრქვევს დავარებოთ თავი, როგორც 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა გამოიყენა ორლესული ნიჩბები მოქალაქეების წინააღმდეგ, ისე არ აჩეხავენ? ან მსგავსი რამ, როგორ გონიათ, არ უქნიათ? როდესაც ესე დამიზნებით ესვრიან მოქალაქეებს 2019-ში ესროლეს, მანამდეც ესროლეს, თუ გებოთ ასე ვიტყვი. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ იყვნენ დამნდობები, გულახდილები თუ ვიქნებით. და ეს ხელისუფლება ხო ამ ხელისუფლებამ ხო ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ ხო ბევრად გადააჭარბა ძალას, გადაუჯოკრა წინა ხელისუფლებას 24 წლის აქციები, 23 წლისაც პრინციპში, მაგრამ 24 წლის აქციები ამის თვალსაჩინოება. მოცელავენ ადამიანებს ფეხებში პირდაპირ მნიშვნელობით და ცელავდნენ კიდეც. იცით თქვენ 23-ში, 24-ში განსაკუთრებით 24 ყველაზე მძიმე იყო საქართველოში რაც კი აქცია მომხდარა, რაც კი აქციაზე ძალისათვის გადაუმეტებია 7 ნოემბრიდან დაწყებული 24-25 წლის ჩათვლით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ყველაზე მძიმე იყო სწორედ გასული წლის დეკემბერი. ეს დღეები დღეს 4 ოქტომბერია, 4 დეკემბერია, ასე მაგალითად 4 დეკემბერი. ერთი წელი ოფიციალური, ასე ვიტყვი, ეროვნული წმენდიდან კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წმენდიდან გავიდა
ეთნიკური წმენდა ხო ვერ დავარქვე, ეთნიკურ წმენდას ხო ვერ დავარქვეთ. კრიტიკულად ბიზინა ივანიშვილისა და რუსეთის მიმართ განწყობილი მოქალაქეების წმენდიდან გავიდა 1 წელი ზუსტად. ოღონდ ესენი მყარ ცდილობენ რომ მყარად იდგნენ და იხტიბარი არ გაიტეხოთ. არ გამოვა ესე. როცა იქნება ქართული საზოგადოებაც გამოვა ქუჩაში წარმოუდგენელი რაოდენობით. და როცა იქნება საერთაშორისო თანამეგობრობაც იტყვის კომისია რომ UN 34-39 ნაერთების გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ ეს არის ქიმიური შეტევა მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს არის დანაშაული არა ეროვნული დონის, არამედ მსოფლიო დონის. რამდენადაც არ აქვს უსაფრთხოებო დოზა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ის თავარი წინააღმდება უნდა მივაგნოთ თავარ წინააღმდებას, რომელიც გაგაცანით. ეს არ გავს წელსადენს, არ არის წელსადენი გაზი, ეს არის შხამი. ახლა რამდენიც არ უნდა იბოჟოტიალოს, ბჟოტიალა ბოჟაძებ. ეს მაინც ასეა. აქედან გამომდინარე, უკლებლივ ყველა ვინც ამ საქმეში გარეული იყო, ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით, იქნება დასჯილი. სხვა შორის მე მანე ვიტყვი ერთი ცნობილი პირის სტატუსი წავიკითხე, საჯარო გამახსენდა ბიზინა ივანიშვილზე, რომელმაც თქვა ამ სტატუსით, რომ ბიზინა ივანიშვილს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა კობახიძის განთავისუფლებისაო. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ბიზინა ივანიშვილს არ გაუიოლდება კობახიძის განთავისუფლება, იმიტომ რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი ძაფების, მსხვილი ძაფების გააბა მოსკოვთან და ბიზინა ივანიშვილი ასე ხელაღებით ღარიბაშვილისაგან, კვირიკაშვილისაგან თუ ბახტაძისაგან განსხვავებით ვერ გაანთავისუფლებს ირაკლი კობახიძის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ვცდები, მე მინდა გითხრათ, რომ კობახიძის გადმოგდება ბარტყი კობახიძისა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ უნდა იყოს. რა კობახიძე და რა ხარება. პასუხისმგებელი არის პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი და პერსონალურად მე, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, მხოლოდ კობახიძის გამობარტყებით ვერ იჯერებს გულს, ვერ დაკმაყოფილდება. პერსონალურად ბიზინა ივანიშვილმა უნდა აგოს პასუხი და ილოცოს, მძიმედ ჟღერს, რომ ჰააგამდე მიგორდეს თუ ქიმიური იარაღი არის გამოყენებული და ქიმიური იარაღი როგორც ჩანს გამოყენებული, იმიტომ რომ ამ კოდით სხვა UN 34-39 სხვა არც ერთი იარაღი, არც ერთი ნაერთი არ არსებობს ამის ქვეშ, არც ერთი სხვა ნორმალური, სწორი, ისი გამოყენება შეიძლება ლეგალიზებული და დაშვებული ქიმიური კი არა, ფხვნილია თუ შემადგენლობის სხვა რაღაც ნაერთი არ არის გაერთიანებული. UN 34-39-ში არის ყველაფერი, რაც დაუშვებელია და ადამიანის შესაძლოდ გარდაცვალებასაც, დაღუპვასაც იწვევს. ნაღვამდის.